მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ხინჩოსთან, მე-10 ეპიზოდი. მიხარია რომ დავბრუნდით. ვიმყოფებით პოდკასტ არიაში. პოდკასტ არია სივრცე, სადაც შენს გადაცემის და პოდკასტის იდეას რეალობად აქცევენ პროფესიონალთა გუნდი და მადლობა პოდკასტ არიას. გადაცემა არ მინდა დავიწყო ისე, რომ არ ვახსენო ადამიანი, რომელიც ქართველი ერისთვის უდიდესი ტკივილია. დასრულდა ეპოქა. წუხვარ და უთანაგრძნობ სრულიად საქართველოს მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის გარდაცვალებას მარადჟამ და უკდავყო მისი სახელი მისმა მოღვაწეობამ. მიხარია რომ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი გაჩუქოთ თითოეულ თქვენთაგანს ჩემს ერთგულ და განსაკუთრებულ აუდიტორიას. დღეს მყავს განსაკუთრებული სტუმარი. უნიჭიერესი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი. ალექსანდრე, ძალიან მიხარია რომ ჩემთან ხარ. მიხარია რომ საქართველოში გხედავ პირველ რიგში და მიხარია რომ მე-10 გადაცემის რაღაცა სიმბოლურია ხო? სიმბოლურია, კარგი ციფრია და თან რამოდენიმე ასე ვთქვათ გადაცემა არ ყოფილა, პაუზა იყო, გარკვეული მიზეზების და გამო და დაბრუნება იქნება განსაკუთრებული ეპიზოდი. მადლობა თქვენ რომ მომეწეთ და ესეთი პატივი მერგოთ. ალექსანდრე, მე-10 ეპიზოდში ახალი ლოგო გვაქვს, როგორ მოგწონს? ვაუ, ჩემფერებში არის და ლამაზია, ძალიან მოგწონს. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მინდა ვუთხრა ვანდე ლოგოს დამზადება სარეკლამო კომპანია M Groups პასუხისმგებლობით გამორჩეული და ძალიან სანდო კომპანია, რომელიც ამზადებს არამხოლოდ lightbox-ებს, მოცულობით ასოებს, ნეონებს და ასე შემდეგ და სხვათა შორის კონცერტებისთვის რომელსაც აპირებ. კი, გამომადგება. ალეკო გობრონიძის 24 ნომერში იმყოფება სარეკლამო კომპანია M Group. დაუკავშირდით, მიწერეთ და დიდი რეკომენდაცია ჩემგან. ჩვენი გადაცემის ფორმატი არის გულწრფელი საუბრები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გულწრფელად ვისაუბრებთ. და სანამ გადაცემას დავიწყებთ, მინდა აღვნიშნო ჩვენი კომუნიკაციის შესახებ, როგორ მოხდა შენთან დაკავშირება. ლაივის რეჟიმში იყავი და ჩემი ერთი კომენტარი შენთვის, ასე ვთქვათ, საინტერესო იყო. და მაშინვე მოხდა კომუნიკაცია შენგანაც, უკავშირი, მადლობა ამისთვის და დაიგეგმა. მართალია პირველ ვიზიტზე როცა იყავი საქართველოში ვერ მოვასწარი, დღეს შეგვიძლია რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ვისაუბროთ გულწრფელად. მოუყევი ჩემს აუდიტორიას შენ შესახებ ვინ არის ალექსანდრე ზაზარაშვილი, როგორ მოვიდა აქამდე და შენი განვლილი ცხოვრება და წარმატებები და მიღწევები. წარმატებებს და მიღწევებს შემდგომ რა თქმა უნდა უფრო ჩავშლი და ვისაუბრებთ, მაგრამ გვითხარი შენზე უფრო მეტი. პირველ რიგში მადლობა თქვენ ამ ხელო გულშემატკივრობისთვის. მართლა რაღაცნაირად ლაივში ხშირად არ გავდივარ ხოლმე და ეგ პერიოდი იყო რომ რაღაც ხალხთან მინდოდა ეს დამემყარებინა კონტაქტი და ესე გავედი ლაივში და პირდაპირ ეთერში და თქვენი კომენტარი მართლა რაღაც ესე გულთან მომხვდა რომ მართლა ძალიან გულიდან მოდიოდა ეს ყველაფერი და ამიტომ გადაწყვეტე პირველი თქვენი ცოდით სანამ საქართველოში ჩემოჯახზე პირველი თქვენ გითხარით რომ საქართველოში მოვდიოდი და მიხარია რომ დავგეგმეთ ეს ყველაფერი და ავასრულეთ. რა შეიძლება რა ვიცი ჩემ თავზე რა შემიძლია ხა ისეთი რო თქვა. მე ვარ ალექსანდრე ზაზარაშვილი. დავიბადე სოფელ რუისში, ძალიან მეამაყება. და რა ვიცი 3 წლიდან ასე რომ თქვა ჩემი მისია მაქვს, რაც არის სიმღერა და იმას მივყვები. ჩემს სოლო კონცერტებს ზუსტად მაგით ხსნი ხოლმე მონოლოგით იწყება და ზუსტად მაგით ვიწყებ რომ ჩემს ახალს და გვარსობ და მე ვამბობ რომ ყოველთვის ვიცოდი რომ მისიით დავიბადე და ამ მისიას მივყვები 3 წლიდან. მისია რომელიც აქტიურად დაიწყო უკვე
12 წლიდან პირველი შენი გამოჩენა და დიდ სცენაზე უკვე პირველი წარმატებები, მიღწევები, რაღაც ასე ვთქვათ, იყო იქ შესაძლებელია და იყო ეს ფაქტი, რომ გულწყვეტა ალბათ ერთ-ერთ პროექტში საქართველოში დიდი აუდიტორიის მიუხედავად ყველა გულშემატკივრობდით რაღაც ეტაპზე ის შედეგი ვერ მიიღე აი ამ ასე ვთქვათ ამ პერიოდზე უფრო მეტი რომ ვისაუბროთ დღევანდელი გადმოსახედიდან სინამდვილეში გითხრათ დიდ გულწყვეტად ვეღარ ვუყურებ, იმიტომ რომ კი, იყო რაღაც უსამართლობები, რაზეც საუბრობ ხოლმე არა იმიტომ რომ მე ეს გულწყვეტას რომ თქვათ ჩარჩენილი მოქვს გულში და რაღაცთან სამაგიეროს ვეძებ ან რაღაც არა. უბრალოდ ვფიქრობ რომ რაც უფრო მეტმა ადამიანმა იცის ეს ყველაფერი და ბავშვობიდან გაიგებენ ამ ყველაფერს, თუნდაც ის ადამიანები რომლებიც ამ საქმეში არიან უფრო კარგი გამოცდილება იქნება და მართალია ყველაზე მეტად საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ და საკუთარ ცხოვრებაზე ვსწავლობ, მაგრამ მაინც კარგია, როდესაც წინასწარ მომზადებული ხარ დაახლოებით, რომ რა შეიძლება შეგხვდეს და ზუსტად ამის გამო ვსაუბრობ ხოლმე ამ თემებზე. გულწყვეტა ესე გააჩნია როგორ შეხედავ თემას. შესაძლებელია რომ თქვა იყო უსამართლობები რაღაც ესენი და ამაზე გავაკეთო ფოკუსირება, მაგრამ რაღაცნაირად ჯამურად ვუყურებ ხოლმე იმ სიტუაციებსაც და ბედნიერი ვარ სინამდვილეში რომ თქვა რომ ეგეთი რაღაცები მოხდა, ამან უფრო მეტი ძალა მომცა მე რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი, იქ დამემტკიცებინა ჩემი ძალები. შეიძლება აქაც რამე პროექტში მიმეღო მონაწილეობა და გამემარჯვა რაღაცნაირად ჩავჩენილიყავი და აქ გამეგრძელებინა და უფრო დიდ ასპარეზზე მაგალითად არ წამეღო ჩემი ნიჭი და ამ გულისწყეტემა მომცა ესეთი რაღაცნაირი ბიძგი რომ უფრო მეტი გამეკეთებინა ჩემს ცხოვრებაში და უფრო მეტი მეცადა. ანუ თითქოს გაქცევა მოგინდა თუ უფრო მეტად ხედავდი მიზანს უფრო სხვაგან და არა საქართველოში. ძალიან გაგიჩნდა ეს სურვილი, არ ქონია ეს მომენტი, რომ აი მაგალითად მე ხშირად მაქვს ხოლმე მომენტი თუ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, ვეჭიდები კიდევ უფრო მეტად და სანამ არ გამოსწორდება, სანამ ვთქვათ ის ადამიანები არ დაინახავს რომ ეს შემიძლია, მე ამას შევძლებ, მანამდე არ ვნებდები. თუმცა მქონდა ეგ მომენტები, რომ გავქცეულიყავი, წავსულიყავი, გაქცევა ალბათ ცოტა ცუდი ნათქვამია. უფრო ვხედავდი პერსპექტივას სხვაგან. მაგრამ რატომღაც დარჩენა ვამჯობინებ. დღეს რეალურად ცოტა იმასაც ვნანობ რომ დავრჩი, მაგრამ კმაყოფილებას ვგრძნობ რომ შევძელი და რაღაც ეტაპზე გავაკეთე, თუმცა იქ მაინც ვფიქრობ რომ იქ რა იქნებოდა. და აი შენი გადმოსახედიდან მგონია რომ სწორად გარისკე. კი, გეთანხმებით, მეც ეგრე ვფიქრობ, რომ სწორად გავრისკე და ჩემი აზრით რამაც გამარისკინა ეს ყველაფერი და რამაც გამაკეთებინა იყო ის, რომ ყოველთვის მქონდა ის შეგრძნება, რომ მინდოდა რომ საკუთარი შესაძლებლობები დამემტკიცებინა ადამიანებისთვის. საერთოდ ეს კარიერა ისეთი რამე არის, რაშიც მე ვარ რომ ყოველთვის, აი არ ვიცი ალბათ, რა უნდა გააკეთო, რომ აღარ მოგიწევს საკუთარი თავის დამტკიცება. ნებისმიერ მომენტში, როდესაც სცენაზე გადიხარ, ინტერვიუს აძლევ, აი ნებისმიერი ეტაპი იმ გზის, რასაც გადიხარ, არის საკუთარი თავის დამტკიცების და ამტკიცებ და არ ვიცი როდის მიხვალ რომ აი მართლა დამტკიცე, ეს ცოტა გაუგებარი სიტუაცია და ზუსტად ამ გულისტკენებმა როცა ვიცოდი ჩემი შესაძლებლობები და არ მეძლეოდა ამის გამომჟღავნების საშუალება იმდენად რამდენადაც შემეძლო, ყოველთვის მქონდა რომ აი მინდოდა რომ სადმე რაღაცნაირად დამემტკიცებინა ეს ყველაფერი და ზუსტად აი ეს მომენტი მახსოვს რომ voice-ში როდესაც გავიმარჯვე, ფსიქოლოგიურად მამზადებდნენ და უკვე მეც ისე ვიყავი განწყობილი რომ გამარჯვებაზე უკვე აღარ ვფიქრობდი. მინდოდა რომ ჩემი მაქსიმუმი დამედო ჩემი სიმღერით და ჩემი პერფორმანსით გამემარჯვა და არა მაგალითად თასით.
და უკვე ცოტა სხვანაირად უყურებდი, უკვე 12-ის ვიყავი და უკვე რამოდენიმე წელი მქონდა გამოცდილება პროექტების და ამ ყველაფრის და მინდოდა რომ ასე დამემტკიცებინა ჩემი თავი. მაინც მქონდა ის ბიძგი ასე რომ ვთქვათ, რომ მინდოდა რომ ჩემი თავი დამემტკიცებინა იმ ადამიანებს დაენახათ ჩემი ნამდვილი შესაძლებლობები, მაგრამ ცოტა სხვა სახით. და რადგან არ ვიყავი ასე ვთქვათ, რადგან არ ვიყავი ფოკუსირებული გამარჯვებაზე, ზუსტად მახსოვს ის მომენტი, ვაიში, როცა გავიმარჯვე, წინ ხო იყო მონიტორები, საიდან წამყვანები კითხულობდნენ და იქ გამოვიდა პირველი ჩემი სახელი, სანამ გამოაცხადებდნენ, რომ მე გავიმარჯვე და სანამ გავიდოდით ეს სამივე ფინალისტი ხო ვიდექით და რაღაცნაირად გოგო მეუბნება ერთ-ერთი, რომელზეც ფიქრობდი, რომ გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ სერიოზული ძალები ეხმარებოდნენ, პრეზიდენტის ჩართულობა იყო გახსნილად ეს ყველაფერი. და ის მეუბნება, იმან მითხრა, რომ ჩემი აზრით შენ გაიმარჯვებ. გამეცემა აუცილებლად ეხავე რაღაც ეგეთი შეგრძნება მქონდა და რომ გავედით, ანუ ჩემ თავს ველაპარაკები, ვაწყნარებ, ვამზადებ, რომ ვერ გაიმარჯვებ და მაგაზე, ანუ შინაგანად ჩემ თავს რა უშავს დაწყნარდი, არაფერია, ესეთ რაღაცებს ვეუბნები და ანუ ანერვიულებული ვარ, მაგრამ იმიტომ კი ვარ ანერვიულებული, რომ რას გამოაცხადებენ, ვაწყნარებ ჩემ თავს, რომ მე არ გამომაცხადებენ და უცბად რაღაც მომენტში ამ ლაპარაკის დროს თვალები გავახინე და შევხედე ეკრანს და სანამ გამოაცხადებდნენ ჩემი სახელი და გვარი წავიკითხე და ეწერა გამარჯვებულო და ეს რომ დავინახე უცბად ისეთი შოკი მქონდა რომ ანუ ჩავიკეცე ჩვეულებრივად ეს ბავშვები დამესინონ და ვერ ხვდებოდი რომ რეალობა იყო თუ არა ეს ყველაფერი და მომენტები იყო იმის რომ აი წარმომიდგა რომ ეხა ის ადამიანები რომ ნახავენ ამ ყველაფერს და ეს სცენაზე ვეხდებოდა ეს ყველაფერი და რაღაც უცბად დავწყნარდებოდი თუ ანუ მავიწყდებოდა რომ რა მოხდა მე ისევ დავინახავდი ამ ეკრანს შევხედავდი კიდევ უფრო შოკში ვარდებოდი და ესეთი რაღაც არ ვიცი ძალიან დაუჯერებელი და სიზმრისებური მომენტი იყო ჩემი ცხოვრების. კი, ვოისი, რადგანაც თქვით, შენი ერთ-ერთი უდიდესი წარმატება და გამარჯვება, მე მახსოვს შენი პირველი გამოსვლა. ძალიან ემოციური იყო, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მაყურებელს, ანუ ყველასთვის, თითოეული ქართველისთვის, ვინც გრძნობს რომ ქართველია, განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ლალე აი ეს აკაპელაში შეასრულე, ეს იყო რაღაცა საოცრება, ნუ მანამდე ძირითადი სიმღერა რაც იყო, რა თქმა უნდა, ყველას განსაკუთრებულად მოგვეწონა და აღფრთოვანებული ვიყავით და ემოციებზე, ჟიურის ემოციებზე ხვდებოდით შენ წარმატებებს და მაშინ თქვი რომ აუცილებლად გაიმარჯვებს მეთქი და ლალე იყო რაღაც ის ქართული საერთაშორისო მასშტაბზე და ის ემოცია, რაც თითოეულ ქართველს, ასე ვთქვათ, უნდა მიაწოდოს სხვა ქვეყნის მოქალაქესთვის და აი მაგ მომენტში შენი ნერვიულობაც, რა თქმა უნდა, ჩანდა. კი. ესეთი სიტუაცია იყო, რომ სანამ სცენაზე გავიდოდი, მითხრეს, რომ არის ხოლმე მომენტი, როცა ორ სიმღერას გამღერებენ. ან თუ საკმარისად არ მოეწონება, რომ ცადონ თუ არ ვიცი, ანუ ორი სიმღერა მაინც კონდეს მზად, ყველა კონკურსანტს ეუბნებოდნენ ესეთ რაღაცას. ან იმ სიმღერის ფონოგრამა, ანუ რაღაც რომ მოხდეს, მაინც მზად უნდა გქონოდა მეორე სიმღერა და ეს ისეთ მომენტში მითხრეს, რომ ვერანაირად ვერაფერს ვერ მოვამზადებდი და ჩემთვის ახლა დავიწყე ნერვიულობა, რომ მეთქი რა გავაკეთო და ყოველთვის მქონდა ხოლმე ეს ლალე, რომ რაღაც ისეთ სიტუაციაში ლალეს მღეროდი და მეთქი აქაც მაგას გავაკეთებ, თან დედა ჩემოც და მამა ჩემოც ეგრე მითხრეს, რომ კარგი იქნება, რომ ქართული თუ რამე შესაძლებლობა ჩავარდება ამ ყველაფრის და ზუსტად ჩემდა გასაკვირათაც ლალე მითხრეს, კი ქართული სიმღერის სიმღერა მომთხოვეს და გევე დამარტყა მეთქი ვიცი რაც უნდა ვქნა. ვიცი რაც უნდა ვქნა. გაისმახმა, კი ნამდვილად. და ადამიანი ბიძა, რომელიც შენს გვერდში იყო იმ მომენტში, სხვათა შორის საქართველოში რატომღაც და არა მხოლოდ საქართველოში, ალბათ შენს გექნება ეს კომენტარები ნანახი, რომ აი ბიზნესმენი ბიძა ყავს შეძლებული და მან შეძლო ეს ყველაფერი და ამ დროს უბრალოდ
რაღაცა ხდება იქ დარბაზში და არა მხოლოდ დარბაზში, ანუ ზიარდება შენი ვიდეოები, ანუ მღერი, მაგრამ ნუ საზოგადოება მაინც აღნიშნავს, აი რადგანაც ახსენე ერთ-ერთ მონაწილეს ყავდა პრეზიდენტი ასე ვთქვათ საფორთად შენთან იყო ეს რაღაცნაირად არ ვიცი ამ თემაზე თუ გქონდათ სხვადასხვა გადაცემებში კითხვა და ან თუ გისაუბრია აი რატომ გაჩნდა არ ვიცი ეს კითხვა რომ ბიძამ შეძლო ის რომ გაემარჯვა ალექსანდრეს. ეგ ბიძა მოდი მოვყვეთ ბიძის ისტორია. ბიძაც ფჩხინებში არის, იმიტომ რომ ბულგარეთში ვიყავი კონკურსზე, საერთაშორისო კონკურსი იყო, სადაც აი ძალიან შემთხვევით მოხდი იმ ხრივ რომ უკვე ვიცოდით რომ დაგვიანებული იყო აპლიკაციები თუ რაღაც და ერთი სიტყვით ხელი მქონდა ჩაქნეული და რაღაცნაირად დედა შემოაწვეთ ყველაფერი მოახერხა ეგეთი დედა მყავს რომ ცეცხლი არის ეგეთ რაღაცებში წამწამში შეუძლია ყველაფერი გააკეთოს და ზუსტად ეგრე გააკეთა მოაგროვეს ყველაფერი და წავედი საერთაშორისო კონკურსზე სადაც ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ქართველი გრიგოლ ჟღენდი გრიგოლმა როცა ანუ ჟიურის გაწყვეტილებით გავიმარჯვა ჩემი პირველი გრან-პრი იყო ამ კონკურსზე საზღვარგარეთ იყო ჩემი პირველი გრან-პრი ბულგარეთში და ამის შემდეგ დავახლოვდით უბრალოდ დავმეგობრდით ძალიან და სულ ინცოდა რომ ჩემი ოცნება იყო ვოისი და მაშინ საქართველოში ვოისი არ იყო გრიგოლს ყავს უკრაინელი მეუღლე იქ ცხოვრობს და უბრალოდ წამიყვანა კასტინგზე რომ მოდი ვცადოთ მაინც და რო ჩავედით მასთან დავჭით სახლში და ანუ ესეთი რაღაცნაირად ანუ მაგ მხრივ წამეხმართ რადგან ბიზნესმენი და ესეთი რაღაცები რა თქმა უნდა მსგავსი რამ არ იყო და ეხა უკრაინა არ არის საქართველოსნაირ პატარა ქვეყანა ხო იმ ხელა ქვეყანა ამან რომ რამე ასე ვთქვათ გააჩალიჩა თუ რა ვიცი რასაც ეძახიან ბევრად რთული იქნება ჩაწყობით ხო სხვათა შორის ზოგი ერთი კონკურსების ხო და კი გამიგია ეგეთ რაღაცები ბევრ ანუ ადამიანს როცა რაღაც მიზეზის პოვნა უნდა რაღაცაში ყოველთვის იპოვი მაგრამ მე იმით ვარ ბედნიერი რომ მაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, საერთაშორისო აღიარება, რომ არ ვიცი, კარგი უკრაინულ ვოისში თუ ბიძამ გამიკეთა, მსოფლიო ვოისი როცა აქვეყნებს ტოპ 10-ს მთელი ისტორიის ვოისში და პირველ ადგილზე მასახელებს ბიჭებში და ესეთი რაღაცები, უკვე ნათელი არის იქ ბევრი რაღაც. ხა ჩემზე კი ცუდად გამოდის, მაგრამ უბრალოდ რადგან ესეთი შეკითხვები მოდის ადამიანებისგან, ხო? თუ ესეთი შეკითხვა მოდის, პასუხი ხდება. ბევრი გაიგებს, რომ სხვათა შორის იმდენად ემოციური იყო მისი მხარდაჭერა, ცრემლები, არავინ არ დავიდან 9 წლიდან უკვე ვიცნობდი და მე რამოდენიმეჯერ კიდე წავედი ამ ბულგარეთის ფესტივალზე, სადაც პირველად მივიღე მონაწილეობა საქართველოშიც ჩამოსული იყო იქაც ფესტივალზე. ანუ გუნდი არის რომელიც აკეთებს ამ ფესტივალებს, საერთაშორისო ფესტივალებს და იქ იყო ჩართული და ეს ფესტივალებში ვიღებდი ხოლმე მონაწილეობას. მაგის გარდა ძალიან ბევრ კონკურსში ვარ. მაქვს მიღებული მონაწილეობა, რომელიც არ იყო სატელევიზიო და ნაკლებად იციან ადამიანებმა, მაგრამ 3 წლიდან უკვე ფესტივალებზე და კონცერტებზე და კონკურსებზე გავდივარ და ესეც ერთ-ერთი იყო, უბრალოდ აღმოჩნდა ისე, რომ ძალიან დაუახლოვდით ადამიანს, იმიტომ რომ მამა ჩემი იყო ჩემთან ერთად კიდე წამოსული ამ ფესტივალებზე და დაძმაკაცდნენ კიდევაც და ეს რაღაც გავშინაურდით ესე რომ თქვათ დღემდე კონტაქტში ვარ იმის და მივხვდით რომ ის უკრაინაშია მე ამერიკაში ვარ და ანუ ვერ ვნახულობ ფიზიკურად დღემდე კონტაქტში ვარ და არ ვიცი მაგ ადამიანს ანუ ყველაზე დიდი მადლობა მაგ ადამიანთან მინდის რომ აი მიყვანა და კიდევ რამდენი მხარდაჭერა გამომიცხა და არაფული დაჩატყობებით მაგრამ მორალური და აი ფიზიკური და ყველაფერი ყველანაირი რაც კი შეეძლო ხო, რა თქმა უნდა, ზოგადად ფიქრობ, რომ ჰეითერები, ნეგატიური კომენტარები, ფიქრობ, რომ არის შურის გრძნობა ადამიანში. აი შენ ხშირად კითხულობ ხოლმე, ან თუ გავხშირად? არ უყურებ ხოლმე საერთოდ, იმიტომ რომ არ არის ჩემი საქმე, ანუ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ ისე როგორც ხედავ მე სწორს, ისე როგორც
პროფესიონალებთან ერთადაც მუშაობ, იმათ აზრს მივიღებ. ანუ ხალხის აზრი რა თქმა უნდა ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ბევრ რაღაცაში შეიძლება არ დაემთხვეს ჩემს მაგალითად არტისტულ ხედვას. აი რაღაც შეიძლება ბევრად ანუ არ დაემთხვეს, ბევრ რაღაცა შეიძლება გავითვალისწინო, ვიცი რა უნდა გამოვარჩიო, რა არის ნამდვილი გულიდან წამოსული რჩევა. აი ხშირად ყოფილა რომ აი ახლა მაგალითად აღარ მახსოვს ზუსტად რა მითხრა, მაგრამ საქართველოში ვიყავი და ვიღაც ქალმა დამინახა გამაჩა, ეს ხელი მომკიდა ზუსტად მახსოვს ესე რაღაცა თუ მეთქი რა ხდება უცბად და ესე ხელი მომკიდა, ჩამეხუტა, აი მართლა გულში ჩამიკრა, მიყვარხარ და მადლობაო და მე მომცა რჩევა. ანუ ეგ რჩევა მე მივიღე. შესაძლოა აი მომენტში მე არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩამჩა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მისი პერსონალური აზრი იყო ეს ყველაფერი და არ მოდიოდა სიძულვილისგან, არ მოდიოდა რომ ოღონდ რაღაც თქვას, რომ რაღაცნაირად დაგაკნინოს. ანუ ესეთი ადამიანები სოციალურ ქსელებში უფრო მეტად რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობენ და ყოველთვის იარსებებენ. კი. მაგრამ ჩემი აზრით, ანუ რადგან უკვე პატარაობიდან სცენაზე ვარ, ხალხის თვალწინ გავიზარდე, იმდენად აღარ აქვს ჩემზე ეფექტი, იმიტომ რომ პატარაობაში უფრო არ იყო ხოლმე სხვათა შორის, პატარას უფრო მიფრთხილდებოდნენ, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ რაც უფრო წამოვიზარდე, უფრო გაიზარდა ეს ყველაფერიც და უფრო მეტად თავისუფლად არიან, რომ რაღაც ცუდი თქვან, ახლა მაგალითად თვითონ იმ პერიოდში, როდესაც voice-ის ბუმი იყო, არასოდეს არ წამოსულა ეს კითხვები, რომ აი ჩაწყობით ხო არ იყო რამე, ვინმე რაღაც ხო არ, ანუ ესეთი რაღაცები საერთოდ არ იყო. ეხლა რაც წამოვიზარდე, ხშირად მიწევს ამაზე ლაპარაკი სხვათა შორის და ისეთი მომენტია, რომ უბრალოდ აქვს ხალხს თავის კითხვები და არანაირი პრობლემა არ მაქვს ამაზე პასუხის გასაცემად, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა ვიცი რა არის სიმართლე, არ ვიცი, არც ისეთი ოჯახიდან არ მოვდივარ, შეძნებული ოჯახიდან, რომ ჩემზე მსგავსი რამე იფიქრო, პირიქით ბევრად უკან ვიწეოდი ხოლმე მაგ ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო ბევრად უკან ვიყავი წაწეული იმ პერიოდში, რადგან ანუ თუნდაც ბებია-ჩემს და დედა-ჩემს და ჩემს რომ დავყავდი ხოლმე რეპეტიციებზე, ხშირად ყოფილა რომ ბებია-ჩემს ფული უსესხია, რომ წავეყვანე, ანუ ხო გჭირდება საჭმელი ტრანსპორტი, ბევრი რაღაც არის და ეს ყოველდღიურად რო ეს ყველაფერი ხდება და საერთოდ ანუ არაფერი არ შემოდის და ამ პროექტებშიც ანუ ისეთი იყო, გაიმარჯვებდი არაფერი ისეთი პრიზები არ იყო. ხშირად იყო რომ პირიქით სესხება ჭირდებოდა, ბევრი რაღაცის გაღება მოუწია ჩემს ოჯახს, ჩემი ნიჭის გასაკვალად ასე რომ ვთქვა და პირიქით ანუ აბსოლუტურად პირიქით არის სინამდვილე რაც შეიძლება ადამიანმა აღიქვას, მაგრამ ვინც იცის ისტორია ჩემი ოჯახის, ვინც უფრო ეძიება ამ ყველაფერს და ვინც უფრო აინტერესებს, იმ ადამიანებმა იციან და იმათთვის უფრო ნაცნობი სიტუაცია არის, მაგრამ ვინც არ იცის და ეს ერთი შეხედით რომ ამან ამხელა უკრაინაში როგორ გაიმარჯვა, ანუ ვინ რა გაუკეთა, ხო მესმის რომ რაღაცნაირი შესახედია მით უმეტეს, როდესაც საქართველოში ესეთი რაღაცები სამწუხაროდ ხდება. ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, ალბათ ეს უფრო იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც ვერ შეძლეს, ვერ გააკეთეს, შეეშინდათ, არ სურთ უბრალოდ განვითარება, არ სურთ რომ ბევრი ადამიანი უბრალოდ საწინააღმდეგო უნდა რომ თქვას. აი ბევრი ადამიანი რომ აი უბრალოდ საწინააღმდეგო რომ უნდათ რომ თქვა და ბევრს უბრალოდ აი ყოფილა მომენტი რომ სხვათა შორის კომენტარებს, ჩემი გადაცემის კომენტარებს როცა ვნახავ, 99% მართლა ოღონდ ხმამაღლა ვამბობ, არანაირი წაშლა არ ხდება, მით უმეტეს მსგავსი თემატიკის ბიზნეს გვერდზე ვერ წაშლი კომენტარებს, იმიტომ რომ შემდეგ უკვე იმეჯმენტ ეცემა რეიტინგი და უბრალოდ არ არის კარგი და სადღაც არის ადამიანი, რომელიც ამბობს რომ როგორ ყველამ უნდა გააკეთოს პოდკასტი, ვინც კამერასთან ჯდება, ის პოდკასტს აკეთებს. ანუ ერთი ვიღაც ქალბატონი სახელს არ ვიტყვი, ქალბატონი პირობითად ნათელა, რომელსაც დავუსვი კითხვა, რომ არ მოეწონა რომელიმე ეპიზოდი. არა, უბრალოდ რატომ შეიძლება ყველამ პოდკასტი აკეთოს? ამ ქალბატონს ფიქრობ, რომ თავის ცხოვრებასთან აქვს ალბათ უფრო მეტი რაღაც პრობლემა, ვერ შედგა, ვერ გააკეთა, ვერ იბრძოლა და მერე უკვე აფრქვევს ნეგატივს იმ ადამიანებზე, ვისაც ხედავს, რომ ამ გზას გადის და ცდილობს, რომ იბრძოლოს, გააკეთოს შექმნას და მიაღწიოს. რაღაცნაირად მასეთ ადამიანებსაც ვერ ვბრაზდები, აი ძალიან ისე უყურებ ხოლმე, ანუ
მე ხო ვიცი რას ვაკეთებ, მე ხო ვიცი რატომ ვაკეთებ და ის ადამიანიც მეცოდება, ანუ გულგანა იმიტომ ამბობ რომ ვიღაცა დავაკნინო და ანუ საცოდა არანაირად მართლა გულით მეცოდება, მინდა რომ ბედნიერი იყოს, აი რატომ არ უნდა იყოს ვიღაც ბედნიერი, რატომ უნდა ქონდეს ვიღაცაზე ნაკლები ცხოვრება, რატო არ აქვს იმას, ანუ შეიძლება ის თავისი პრობლემაც იყოს და მისგან გამომდინარეც იყოს, რომ ეგეთი ცხოვრება არ აქვს და მაგალითად არც იმის ამბიცია არ აქვს, არც იმის მონდომება არ აქვს, ანუ შეიძლება მე უფრო მეტი შრომაჩავდო რაღაცაში, ვიდრე ვიღაცამ და მე უფრო მეც მივაღწიო და მე ის გაბრაზდეს, მაგრამ მაინც მაქვს აი შეცოდების მომენტი, რომ რატო ყველა იმსახურებს ბედნიერებას და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა. ყოველთვის არასოდეს ცუდი კომენტარი არ დამიწერია იმის მიუხედავად, რომ გავღიზიანებულ ვარ კონკრეტულ რაღაც მომენტში. ჩვენ უფლება იმის რომ გვიყვარდეს და არ გვიყვარდეს, მოგწონდეს და არ მოგწონდეს. თუმცა ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფალი აზრის ქონის საშუალების უფლება და ვისაც როგორ უნდა გამოხატავს თავის ქმედებას, გამოხატავს თავის ნიშს, საუბრით, ქმედებას, ასე შემდეგ და თავისუფალია და არ უნდა მივცეთ თავს იმის უფლება, რომ ასე ვთქვათ, ბევრი ნეგატივი მოვახვიოთ. ჩვენი პირადი აზრი ნეგატიურ კონტექსტში შეიძლება ვიღაცისთვის იყოს, ასე ვთქვათ, დამაზარალებელი და რაღაც ეტაპზე შეიძლება სტოპი იყოს მისთვის, იმიტომ რომ შეეშინდეს უფრო სხვა ნეგატივის და განსაკუთრებით ალექსანდრე რეგიონებში ბევრია ისეთი ახალგაზრდა, რომელიც ვერ ბედავს, თუნდაც უსახსრობის გამო, რაღაც ფინანსური პრობლემის გამო ვერ რისკავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, ახალგაზრდა, რომელიც ფართო მასშტაბებზე უნდა იყოს, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ნახო საზოგადოებამ და აი რა მოტივაციას მისცემდი მათ, რას ეტყოდი უფრო მეტად შენი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, როგორ უნდა იბრძოლონ, რომ გახდნენ წარმატებულები და არ დანებდნენ რაღაც პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, პრობლემების დროს. ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ სამწუხაროდ ბანალური არის, უნდა იშრომო, უნდა მიყვე იმ ყველაფერს არასოდეს არ უნდა დანებდე. მაგრამ აი ცოტა ისეც, რასაც ვიტყოდი, განსხვავებულს, რაც ხშირად არ მესმის სხვებისგან არის ის, რომ შინაგან ხმას უნდა უსმინო. რასაც არ უნდა აკეთებდე ადამიანებისმიერ ჩვენს მოქმედებას, აი გვაქვს ადამიანებს აი შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნება, რაღაც არის სწორი, ან რაღაც არის არასწორი. აი ხარ ნებისმიერი რაღაც არ მინდა რომ ეს ჭიქავიღო, ვიცი. შინაგანად რაღაც მეუბნება, ეს არის სწორი, თუ ეს არის არასწორი, მაგრამ უნდა განვაჩიო ეს შიშისგან და ანუ ბევრმა რაღაცამ შეიძლება გითხრას და მოგაწოდოს ეს შინაგანი ხმა, ბევრ რაღაცას შეიძლება დარქვა, მაგრამ აი გულის სიღრმეში რაც გაქვს რომ სიმართლეს გეუბნება, რაც ჭეშმარიტებას გაძლევს. ჩემი აზრით, ამით ვიბადებით ადამიანები და აი ამ ხმას უნდა მოусმინო. ის ხმა თუ გეუბნება, რომ შენ იმ რაღაცას უნდა მიყვე, შენ ამისთვის ხარ დაბადებული, შენ ეს რაღაც უნდა გააკეთო, აი შინაგანად რომ გჯერავს და აი რაღაც აი სინათლე რო არის რა, აი შუქი რო არსებობს. აი ჩემი აზრით, იმ შუქს თუ გამოანათებინებ შენში და გადაანათებ შენს გარშემო სამყაროს, აი მაშინ შეძლებ და მაშინ მოგეცემა ღმერთისგან თუ ვინც რას როგორ აღიქო სამყაროსგან თუ ღმერთისგან ეს იმის შესაძლებლობა რომ ეს ყველაფერი განავითარო, ასე რომ მოусმინე შენს გულის სიღრმეში ხმას და რასაც გეუბნება იმას მიყევი. ეგ იქნებოდა ჩემი რჩევა. კი და ვფიქრობ რომ დღევანდელ რეალობაში შენ გიწევდა ასე ვთქვათ ჩამოსვლა კონკურსში მონაწილეობის მიღება და ძალიან ბევრი რთული გზა გაიარა. დღესაც მსგავს კონკურსებში რა თქმა უნდა დღესაც ესე ხდება. და შენთან ერთად იყო ადამიანი, ბებო რომელიც ახსენე, რომელიც გვერდს გიმაგრებდა და მე ვფიქრობ რომ ამ ახალგაზრდებს ჭირდება გვერდში მდგომი ადამიანები, ბიძგი რომ ისენ სუსტად იმ ადამიანებმა, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, მახლობლებმა რომ იგრძნოს არ არის მარტო. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ოჯახებში რაღაც
მომღერლობა რა პროფესია, ფეხბურთელობა რა პროფესია და ადამიანის მოწოდება საერთოდ, ანუ ახალგაზრდის მოწოდება საერთოდ სადღაც იკარგება და ბებოს ან ბაბუს ან ვიღაცას ოჯახის წევრს უნდა რომ სრულიად უცხოს მეზობელ ნათელას, ნათელასა თუ გადავეკიდე არ ვიცი უნდა რომ ექიმი გამოვიდეს და ან რაღაცა და ვერ შედგება ის თუ კი არ უნდა მას ზუსტად რაზეც საუბრობდი შენ რაც ახსენე ზუსტად ეს არის მონდომება და გულის ხმას უნდა ენტოს და მაინტერესებს აი ხშირ შემთხვევაში თუ ხდება შემოხმიანება ახალგაზრდების ადამიანების დამწყების რომელიც ასე ვთქვათ ეხლა იწყებს მუსიკალურ კარიერას და სჭირდებათ რჩევა შენგან აი თუ არის ხოლმე მსგავს შემოხმიანება შენთან კი ხოთა შორის საკმაოდ ხშირად არის ხოლმე და საკმაოდ ხშირად არის საქართველოდან იმიტომ რომ მაგით იწყებენ ხოლმე საუბარს რომ შენს ისტორიას მოусვინე და მინდა რომ აი ჩემი სიტუაცია აგიხსნა და რა რჩევას მომცემდი ძალიან ხშირად არის ხოლმე და შემომდის ესეთი წერილები და როცა როგორც კი რამის დრო მაქვს და მსგავსი ანუ მეუბნები გამომიგზავნე აბა შენი რა გაქვს სიმღერა გამომიგზავნე და ყოველთვის ჩემს აზრს უზიარებ ხოლმე ამ ადამიანებს და კი ხშირად არის ხოლმე ესეთი შეტყობინებები შემომდის და ძალიან კარგია იმიტომ რომ ძალიან რთულია მარტო ეს ყველაფერი გაიაზრო და მიხვდე რა როგორ უნდა გააკეთო მით უმეტეს თუ არ ყავს ინდუსტრიაში ადამიანები არ იცი როგორ რა ხდება არ ყავს ისეთი ადამიანები რომლებიც გვერდში დაგიდგებიან თუნდაც იმით რომ წაგიყვანონ მოგიყვანონ რა ნებისმიერი დეტალი ძალიან ბევრი დეტალი არის ეხლა დღემდე ანუ უკვე მასთან შედარებით სად დავიწყე და სად ვარ უდიდესი განსხვავება არის მაგრამ დღემდე რომ არ მყავდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც მე გვერდში მიდგანან თუნდაც ძალიან ელემენტარული რა ვთქვა მეგობრები, ოჯახის წევრები ანუ იმის საშუალება მაქვს რომ სოლო კონცერტები გავმართო საზღვარგარეთ ამერიკაში ტური გავაკეთო მაგრამ სულ იმას ვამბობ რომ ჩემი მეგობრები რომ არ მყავდნენ რომლებიც ესე გვერდით მიდგანან ანუ ვერ შევწნებდი ამ ყველაფერს და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ადამიანების ყოლა მაგრამ შენ თუ არ გაქვს შენი თავის იმედი წარმოვიდგინოთ რომ გამქრალი არის ყველა შენი ცხოვრებიდან და მარტო ხარ დარჩენილი გააკეთებდი იგივეს პასუხი ყოველთვის უნდა იყოს კი, იმიტომ რომ არასოდეს არ იცი რა მომენტში რა მოხდება. მე ისეთ მომენტში, ანუ როდესაც ამერიკაში წავედი, ხმის შეცვლის პერიოდი დაიწყო. ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებიც გამოც იქ ჩავედი, ანუ ვინც იქ ჩამიყვანეს, ისინიც კი გამომეცალნენ და ანუ რა სრულიად მარტო დავრჩი. ჩემ თავთანაც კარიერაშიც ხმა მეცნებოდა, ანუ ის იმედიც ქრებოდა, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო რა და აღარ ვიცოდი როგორ გამომეყვანა ჩემი თავი ამ სიტუაციიდან ის ადამიანები რომლებთანაც კავშირი მქონდა და რაღაც ოცნების კოშკებს მიგებდნენ ასე რომ თქვა როგორც ეძახიან ეს გამომეცალა ეს ყველაფერი და მაშინ ვიგრძენი რომ რამდენად ძლიერი ვიყავი რომ მე არ დავნებდი ეგ იყო ის მომენტი როდესაც ან დანებდები ან აგრძელებ და აგრძელებ სამუდამოდ ზუსტად მასეთ მომენტებში არის, როცა საკუთარი ძალის უნდა გჯეროდეს და უნდა გაიგო რამხელა ძალა გაქვს შინაგანად, იმიტომ რომ ძალიან კარგია, როდესაც ადამიანები მხარს გიჭერენ, დღემდე ვფიქრობ ხოლმე, ანუ უკვე 19 წლის ვარ და რამდენ რაღაცას ვაკეთებ და რამდენ რაღაცას მივაღწია, მაგრამ დღემდე მაქვს ხოლმე ის ფიქრი, რომ ახლა ჩემი ოჯახის წევრები რომ ამერიკაში მყავდნენ, რამდენად წინ ვიქნებოდი, იმიტომ რომ რამხელა მხარდაჭერას აქ მქონდა, 5-6 წელს მერე დავბრუნდი პირველად საქართველოში და აი ელემენტარული რაღაცები რის გაკეთებაც მე მიწევს იქ, იმიტომ რომ მარტო ვარ, აი ამ ყველაფერში რო უკვე დამყავს, დედა მყავს, ოჯახის წევრები მყავს, რომლებიც მეხმარებიან, აი ელემენტარული რაღაცები, ხა მაგალითად გადაცემაში რომ მოდიოდი, საერთოდ სხვა გამიყავით რო არ მქონდა და შემიძლია მივწერო ჩემს რა უნდა იცი რა, ეს გეხოცები ეს გამიმზადე, ეს წამოვიღე, ანუ ეს უკვე რამხელა ძალას გაძლევს, ანუ ჩაწერაზეც იმყოფება და
ხოდა ნუ ეს ყველაფერი ილობდა რომ შენი ასე ვთქვათ იმიჯით მომზადება ყველა დეტალი და ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი, როდესაც ასეთი ადამიანები ყავს, მაგრამ აი ზუსტად იმ სიმარტოვეში ვიპოვე ჩემი საკუთარი ძალა და ანუ ცუდი ის ქონა რომ ძალიან გავცივდი და აი რაღაცნაირად ეს კედელი ავაგე ჩემს გარშემო, რომელზეც უკვე ხალხს აღარ უშვებდი, ბევრად ცივი გავხდი რაღაც ისეთი, მაგრამ როგორც კი ჩამოვედი, უკვე ვიცოდი სწორ ადამიანებისთვის ვაღებ ამ კედელს. იმედგაცრუება. ხო, იმედგაცრუება, მას და საერთოდ აი ცხოვრება ისეთია, რომ უნდა იცოდე ვისთან იმეგობრო, ვისთან ახლოს იყო, ვის ადამდე შემოუშვა და ეს ყველაფერი. დაგიტოვებს ცხოვრება ამ ადამიანებს. აუცილებლად და აუცილებელია ეს ყველაფერი. ხათაშორის აი 10 ეპიზოდის 9 ეპიზოდის განმავლობაში არ მომეცა ამის საშუალება და მიხარია რომ შემიძლია დღეს მიხარია ამ ყველაფრის თქმა როცა დავაპირე ამ პროექტის გაკეთება გადაცემის პოდკასტის გარშემო ყავდა ისეთი ადამიანები რომლებმაც მომცე საპორტი რომ ჩვენ შენგვერდით ვართ აბსოლუტურად ყველაფრით არანაირი სპონსორი არ დაგჭირდება ჩვენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები მეგობრები ნუ ასე შემდეგ და ოღონდ ჩვენ დაიწყე ნუ ჯერ ჩემგან იყო რა თქმა უნდა ამის გაჟღერება და მათგან მე უკავშირი თუმცა პირველი გადაცემა როცა დავდე ყველა დაიკარგა ოღონდ ნელ-ნელა რაღაც დოზით და არა მხოლოდ რაღაცის დახმარების გამო არამედ უბრალოდ თუნდაც კომენტარის გამხნევების მოეწონა არ მოეწონა უკავშირით უბრალოდ დაიკარგა და მაშინ მივხვდი რომ მე დავრჩი იმ ნამდვილი ადამიანების გვერდით, რომლებიც მომცემდნენ იმ мотиваციას, რომ არ გავჩერებულიყავი და მადლობელი ვარ ამ ადამიანების დღემდე, რომ შემიძლია კიდევ ჩემი ოცნება, ჩემი მიზანი, ჩემი აი სიყვარული კამერის მიმართ, აუდიტორიის მიმართ განვახორციელო, შევძლო და რაც აუცილებლად უნდა გააკეთო. და 10,000-ზე მეტი ადამიანია, რომელსაც მოსწონს, რაც მთავარია. 100,000 და მილიონი და 10 მილიონი გავხდარიყოს აუცილებლად. ჩვენი ეპიზოდის შემდეგ უფრო მეტი იქნება. აუცილებლად. და დიდი ამერიკა, რომელსაც ოცნებობს ყველა, რომ ჩავა და იქ უკვე სხვა ცხოვრება იქნება. პირადად მე მაინტერესებს შენთვის იქ ყოფნა ემიგრაცია თუ როგორც მეორე სამშობლო იმდენად შეიყვარე თუ უბრალოდ შენი კარიერისთვის არის ესე საჭირო დღეს უკვე ჩემთვის მეორე სამშობლო არის ვთვლი რომ ჩემი მეორე სამშობლოა იმიტომ რომ დიდი სიყვარული გამაჩნია როგორი ქვეყანა არის იცი აიყვანე ნებისმიერი ადამიანი ყველას ფრთებს დაატეხავს. აი ეგეთი ქვეყანა. ანუ ადამიანებს წარმოდგენა აქვს ისეთი, რომ ჩახვალ და ფრთებს შეგასხავს, მაგრამ არა, ჯერ გატეხავს ფრთებს. ბოლომდე ანუ გირტყავს, რომ დაბლა ჩახვიდე. გაჩვენებს შენ ყველანაირ პლუს, მინუს, აორმაგებს, ათმაგებს ამ ყველაფერს და გასწავლის ნამდვილ ცხოვრებას, დატვირთულ ცხოვრებას, რთულ ცხოვრებას, ანუ გააჩნია რა წარმოსახვაში როგორი გაქვს წარმოდგენილი ამერიკა. ადამიანს უგონია რომ ჩავა იქ და წითელი ხალიჩები ეგრევე და ჰოლივუდის მას რა ქვია ნიშანსეც ეკვება ეგრე ნამდვილად არ არის. იმიტომ რომ უდიდესი კონკურენცია ნებისმიერ სფეროში, უდიდესი კონკურენცია, უდიდესი შრომა გიწევს და ყველაფერი ამას ემატება, როდესაც სხვა ქვეყნიდან მიდიხარ შენი ოჯახის მონატრება ქართველები განებივრებულები ვართ სითბოთი და სიყვარულით ოჯახში და აი ეს ყველაფერი გაკლდება და ფაქტიურად ნოლიდან უნდა დაიწყო. ნებისმიერი ადამიანი რომელსაც გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი მიხვდება რაზე ვსაუბრობ და ცოტა ერევათ რომ ეს წნეხი და ეს ყველაფერი და ანუ ერევათ
გარჩევა უჭირთ ამ ყველაფრის და მე ბევრი ჩამოდის და ამას რა ამერიკა არაფერი ყოფილა ეს ამერიკა და ვაიმე რატომ მქონდა ეს წარმოდგენები იმიტომ რომ არასწორი წარმოდგენები მქონდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მოგიწევს დიდი სირთულეების გადატანა და მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში როგორც ამერიკა არის და ამხელა სირთულეებია მაგრამ რასაც ხედავ მე რაც მომწონს რაც მიყვარს არის ის რომ არასოდეს შრომა რამეში არ ჩამიდია და არ დამფასებული იყოს. აი არასოდეს იმედ გაცრუება არ მოუწია. იმის და მიუხედავთ რომ ბევრი კარები აი ეს სახეზე მომჯახებია, მაგრამ სამართლიანად. როცა ანუ ვიმსახურებდი და მადლობა მithქვამს იმ რაღაცისთვის და ბევრი კარები კიდე გაღებულა. აი ისეთი ძალიან რთული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ქვეყანა არის. ახლა 5 წელი რომ იქ ვიყავი, თან ისეთ ასაკში ჩავედი, 12 წლის ჩავედი იქ, დავიწყე ცხოვრება ნიუ-იორკში და ჯერ პენსილვანიაში ვიყავი, ფილადელფიაში მე გადავედი ნიუ-იორკში რამოდენიმე თვეში და გამომზარდა რა ამერიკა მაინც აი ეს ჩემი უფრო შეგნებული და ესე ბავშვობის მერე აი ეს გარდატეხის ასაკით ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ადამიანის ჩამოყალიბებაში რა ამ პერიოდს როგორ გაივლი და ზუსტად ეგ პერიოდი გავიარე იქ და ჩამომაყალიბა ძალიან სხვანაირ ადამიანად რომელსაც მადლობელი ვარ ხშირად მიფიქრია ხოლმე აი მიტირია და ისეთ ემოციებში ყოფილა რომ ვაიმე აი საქართველოს ისე მენატრებოდა ჩემი ოჯახი აი ერთი მომენტი მახსოვს აი ძალიან ცუდად რომ ნიუ-იორკში ვიყავი ახალი გადასული პენსილვანიის მერე და იქ არის ერთი ხიდი სადაც დავბივარ ხოლმე დღეს მაგრამ მაშინ უბრალოდ გასეირნობდი და ვუყურებდი გემებს და პლუს თვითმფრინავმა გადაიფრინა და მეთქი აი ხა რას არ გავაკეთებდი რომ ამ თვითმფრინავში ვიჯდე და საქართველოში მივდიოდე თქო იმიტომ რომ საბუთებზე გქონდა შეტანილი მაშინ განცხადებოდა და უკან დაბრუნება არ შემეძლო და ისე ძლიერად მახსოვს ეს მომენტი რომ აი მინდოდა რომ აი უბრალოდ მაგ თვითმფრინავში ყოფილიყავი და საქართველოში წავსულიყავი და ჩემს მეგობრებს ვთხარი რომ მეთქი ხა რომ ამ თვითმფრინავში ვიყო და საქართველოში მივდიოდე და რამდენჯერაც ვინმე ჩემი მეგობარი საქართველოში წავიდა და ვფიქრობდი აუ ნეტა როდის დადგება ჩემი დრო და ესეთი რაღაცები მაგრამ დღეს იმდენად მადლობელი ვარ რომ მე ამის შესაძლებლობა არ მომეცა იმიტომ რომ მომცემოდა უფრო ადრე იმის საშუალება რომ მე საქართველოში წამოსულიყავი ნახევარს გავატარებდი დროს ნახევარს იქ და ბოლომდე აი ვერ გამწურავდა რა ასე რომ ვთქვა ეს ქვეყანა და ბედნიერი ვარ იმიტომ არის ხოლმე რაღაც ცუდი რომ ხდება ან რომ გოწესით იმ მომენტში რომ ვითომ ცუდია ან სამწუხარო ან რაღაცა ყველანაირად ვცდილობ ხოლმე რომ ესე შეხვდე რომ ეცი რა მოითმინე და დაინახავ რატო იყო ეს შენთვის კარგი და ძალიან მეხმარება ეგ ბევრი რაღაცის გადატანაში და ეგ ერთ-ერთი სიტუაცია იყო ეგეთი. განსაკუთრებით როცა ალბათ ესეთი მომენტები გაქვს და მოწყენილი ხარ შენი პროდიუსერი უსაყვარლესი რაღაცა აუცარი ადამიანი ჩანს და ყოველთვის მიჩნდება სურვილი რომ ახლოდან გავიცნო და შენ პირდი რომ ერთ დღეს აუცილებლად გამოვიდა ძალიან მინდა რომ საქართველოში ჩამოვიყვანო თვითონაც ძალიან უნდა და იმედია რომ გამოგვივა ეს ყველაფერი საქართველოში ჩამოვა აუცილებლად პოდკასტ არეაში ჩაიწერება ხინჩოსთან ინტერვიუ აუცილებლად შენ პირდი პირობა იმიტომ რომ შენ პირობას აუცილებლად თუ ისე ჩამოვიყვანე რომ ანუ დროის მომენტი რო იყოს რომ გადაცემებში მომენტ აუცილებლად გავაკეთებ აუცილებლად მართლა ეგეთი ადამიანი არის აი ხშირად მინახავს ისეთი ადამიანები რომლებიც საკმაოდ ცნობადობა აქვს თუნდაც საქართველოში და აი ძალიან ზედმეტად გათვითცნობიერებულები არიან ამ ცნობადობაში და ზედმეტად იფერებენ. და დღეს საუბრობდი სხვათა შორის მაგ თემაზე, რომ მეთქი აი ყველაზე წარმატებული ადამიანები, ვისაც შევხედვი ვარ და ამერიკაში ცხოვრების დროს, არ ვიცი, აი ეს ეძახიან A-lister celebrity-ები, ანუ ყველაზე მაღალ რანგზე ვინებიც არიან, ეგეთ ადამიანებთან მქონია შეხება და რატომ ამბობ ახლა ამას, რომ იმხელა უბრალოება მიგრძნია ამ ადამიანებისგან, რომ შოკირებული ვიყავი მართლა, რომ ვაუ, ანუ ესეთი უნდა იყო მართლა რა. და ყველაზე უბრალო ადამიანები, ვინც კი მინახავს, ყველაზე დიდი რანგის ადამიანები, ვინც კი მინახავს, ყველაზე უბრალოები არიან და ეს არ მინდა რომ ადამიანებს დავიწყოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არავინ არ არის. ვინ ვართ? ანუ რა წარმატებას უნდა მიაღწიო, რა უნდა გააკეთო, რომ ეს ანუ თავში ავარნას ეძახიან, ისე უხეში ნათქვამი არ მიყვარს მაგის გამოყენება, მაგრამ აი შეიფერო რა ეს ყველაფერი.
საქართველოში განსაკუთრებულად თვით მართლა განსაკუთრებულად არის ყველაფერს განსაკუთრებულად განსაკუთრებულად არის და ცოტა ვერ ვეგუები და ძალიან არ მომწონს ხოლმე ეგ მომენტი რომ დავინახავ რაღაც იმაში აი ძალიან გული მისროვდება ხოლმე ეგეთ იმაში და მართლა არ არის საჭირო ეგ ყველაფერი როდესაც ადამიანი მაღალი რანგის ხარ როდესაც პროფესიონალი ხარ შენი საქმის თუ რა მიზეზითაც გაქვს ეს ყველაფერი თები შესხმული იცი რა არის საბოლოო ჯამში ჩვენზე არაფერი არ არის და მე ეგ გავანალიზე ზუსტად მაშინ როდესაც ხმის შეცვლაში დამეწყო ანუ ისეთი ამბები მიდიოდა მთელი მსოფლიოს voice-ის ბიჭების ისტორიაში პირველი ნომინაცია მომცეს ყველა მე მეძახდა ყველას მეუნდო ანუ ძალიან დიდი ბუმი იყო ჩემზე და მე უცბად რაღაც მოხდა გარდახის ასაკი დაიწყო საწავიდა ჩემი ხმა ანუ და მაგ მომენტში გავანალიზე რომ ჩემზე სინამდვილეში არაფერი არ არის ეს მოდის ღმერთისგან ანუ ჩვენ ვართ აი გამტარები რა ყველაფერში სინამდვილეში და მაგიტომაც ადამიანებს ხშირად მაგას ვამბობ ხოლმე ვიღაცაზე რომ გავბრაზდები რომ აი ეთყობა ესე იყო საჭირო და აი ღმერთო გასაგები ანუ ეგრე ვუყურებ ხოლმე და მართლა რა ჩვენზე არაფერი არის დღეს ეს ხარ დღეს აქ ხარ ხო შეიძლება აქ იყო შეიძლება უფრო მაღლა იყო არის ხან ერთი სახელი იქნება ხან მეორე ამიტომ ადამიანობა არ დაკარგო და ისეთი იყო როგორც ყოველთვის ხარ და يعني მთავარი და შეროლი არის მაგის უდიდესი მაგალითი ჩემთვის იმიტომ რომ აი ხშირად რომ ამბობენ ხოლმე რომ ეს როცა ყავს აი კუმირი და რო შეხვდები და გული რო დაგწმება და შეროლი იყო ჩემთვის ყოველთვის კუმირი ვაცნებობდი რომ მეთქი ერთი გაკვეთილი აი როგორღაც მოხდე შეროლთან და დღესდღეობით ისე ვართ რომ ანუ ხალხი რო გითხება ვინ არის შენიო შვილიო ეუბნება და არანაირი ახსნა გამარტებას არ თქვენი ვიდეოებიდან ჩანს ეს ვიდეოებშიც კი სათაურად წერს ჩემმა შვილმა და რაღაც გაგრძელებები და ანუ მართლა რომ შევხვდი იმაზე მეტად თბილი იყო კამერები როდესაც გამოვერთეთ და ეს ვიდეო გავაკეთეთ და ანუ ეგ ძალიან დასაფასებელი რამე არის და ეს სინამდვილე და უბრალოება ძალიან მთავარი ადამიანში ყველაზე. თან ძალიან დიდ ვარსკვლავებთან აქვს მას ნამუშევარი როგორც Luciano Pavarotti, Mariah Carey, ბევრი სახელები არ შემიძლია, იმიტომ რომ კონტრაქტები აქვს და მე მომხდება. მაგრამ აი ყველაზე დიდი ესე მინიშნებას მოგწევ ყველაზე დიდ ვარსკვლავად ვინც ითვლება იმასთან იმუშავა რამოდენიმე კვირის წინ და მე მომწერა ასე. და ალექსანდრესთან რა თქმა უნდა შენი წარმატების გზა ამერიკაში რა გეგმები გაქვს და რას ასე ვთქვათ გეგმავ კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებით კიდევ მაინტერესებს ამერიკასთან ერთად შენი ასე ვთქვათ ვიზიტი საქართველოში ჩამოსვლა ოჯახის წევრების ნახვა რა თქმა უნდა კარგია მაგრამ თუ აპირებ კარიერის ნაწილში ასე ვთქვათ აქტიურობას და არა მხოლოდ ამერიკაში არამედ საქართველოშიც თუ გეგმავ თუნდაც კონცერტს ამერიკიდან დავიწყოთ რომ რაც შეეხება გზას ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ღბლიანი ვარ რომ მყავს შეროსნაირი ადამიანი რომელიც ძალიან მეხმარება გზის გაყვევაში და რჩევებს მაძლევს თუ რა ყველანაირად გვერდში მიდგას და ბედნიერი ვარ რომ ესეთი ადამიანი მყავს გვერდში და დარწმუნებული ვარ რომ სწორი ნაბიჯებით მივალ იქამდე სადამდეც მინდა მივიდე რაც შეეხება ჩემს საქართველოში ვიზიტს რა თქმა უნდა ნომერ პირველი ხოლმე ყოველთვის არის ჩემი ოჯახის მონახულება ხშირად ჩუმად ჩამოვდივარ ხოლმე ხმას არ ვიღებ რომ გადაცემებში რომ მივდივარ ხოლმე ანუ იმ ხელა დრო იხარჯება ამ ყველაფერში რომ ვეღარ ვთმობ ხოლმე და ხშირად ჩამოვდივარ ისე რომ რაღაც ჩუმად ვარ არავის არ ვეუბნები ჩემთვის რაღაცა რაღაც ჩემს ამბებში მაგრამ წინა ზაფხულს როდესაც ჩამოვედი გავაკეთეთ მხოლოდ გორში ჩემი სოლო კონცერტი და იმდენად იმდენად დიდი ბუმი იყო არ ვიცი ბოლოს როგორც გავიგე როგორც მითხეს ხალხს საერთოდ ატრიალებდნენ იმიტომ რომ ადგილი არ იყო კიბეებზე და ხალხი ისდნენ ანუ იმდენად დიდი მოთხოვნა იყო და ძალიან გამიხარდა ჩემს ქალაქში ასეთი სიყვარული და ასეთი დაფასება და ამ ხელ მოთხოვნის გამო ძალიან მინდა რომ ჩემი სოლო კონცერტი გამართო სხვადასხვა ქალაქებში საქართველოსი და ეხლა ზუსტად არ ვიცი ხა გადაცემა რომ გავა ალბათ შეიძლება დაანონსებულიც იყოს ან თუ ვერ მოხერხდა არ ვიცი რაღაც სხვა დროს ჩვენთან ალექსანდრე ოკეი სხვა დროს დაანონსდება მაგრამ თუ დაანონსებული არის კონცერტი გელოდებით ყველას დიდი სიყვარული
არ ვიცი ჯერ ჭირჯერობით ჯერ არ ვიცი თუმცა ჩემ პირდი რომ ჩემ გურიას არ დატოვებ და ოზურგეთში სხვათა შორის მე შემიძლია ორგანიზატორები უნდა გამოჩნდნენ ხო სხვათა შორის შეგვიძლია ორგანიზებას გავუკეთებ დიდი სიამოვნები ჩამოვა იმიტომ რომ გურულები არიან გემოვნებიანი სმენელი და დარწმუნებული ვარ რომ გავხარდებათ შენი მე ხო იცი ჩემ სიტყვას ანუ როგორ ვაფასებ და რასაც ვიტყვი იმას რომ ვასრულებ და თქვენს თუ ასე ხარ მივიცეთ ერთმანეთს სიტყვა ორგანიზებას თუ გააკეთებ დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი ძალიან საინტერესო იქნება ვისაუბროთ ჩვენ აუცილებლად მშობლების როლი ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია რა ასაკშიც არ უნდა ვიყოთ ყოველთვის როცა წარმატებას მივაღწევთ და თითოეულ ნაბიჯზე ისინი არიან მთავარი мотиваცია და შენი მშობლები აი შენი დამოკიდებულებაც იგრძნობა და მიხარია იმიტომ რომ ყოველ დიალოგში ხშირად ახსენებ მშობლებს მამა როგორც ვიცი ამერიკაშია და დედას იშვიათად ნახულობ იმიტომ რომ საქართველოშია მათი როლი შენს კარიერაში ჩამოსვლას და დედასაც უკვე ხშირად ნახულობ მაგას სიურპრიზები მიყვარს ხოლმე სულ სიურპრიზად ჩამოდივარ ხოლმე და ვაოცებ ესე რაღაცნაირად აი რასაც გავიხსენებ ის არის რომ აი დედა ჩემს არ ვიცი ყველა დედა ეგრეთ როგორ არის მაგრამ დედა ჩემთან ისეა რომ ყოველთვის შინაგანად ყველაფერს გრძნობს ხოლმე მართალია დისტანცია არის მაგრამ კაი ხასიათზე ვარ ცუდ ხასიათზე ვარ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის გრძნობს და სიურპრიზს ვაკეთებდი და ნუ ერთი თვე არც არის გასული ჩემი წინა ჩამოსვლიდან ეხლა ამ ჩამოსვლაზე საქართველოში და არავინ არ მოელოდა არც საუბარი არ მქონდა საქართველოში ჩამოსვლაზე ჩემთვისაც ანუ ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი რომ ვერც გავიაზრე ისე მალე მომიწია ჩამოსვლა რაღაც მიზეზების გამო და თქვენ ფრინავში ავდივარ თან ისეთი პერიოდი იყო ეს ერთი თვე ანუ ამდენი ხანი რომ წასული ვიყავი და რომ ჩავედი ეს ერთი თვე რაც ამერიკაში ვიყავი ძალიან გადარბენებზე ვიყავი და ხშირად ვერ ველაპარაკებოდი ხოლმე ანუ 3 დღეში ერთხელ თუ დაურეკავდი ან რაღაც ესე მიმოწერა გქონდა ყოველდღიურად მაგრამ ესე დარეკვით ცოტა ვერ ვახერხებდი ვერ ვასწრებდი და თვითონ ფრინავში ავდივარ შევალაგე ბარგი დავჯექი და გავხსენი ტელეფონი და დედა ჩემი 3 ნარეკია და მოაყოლა მესიჯები დე სათხარ მეთქი დე რას ვაკეთებ ანუ არ მახსოვს რა უთხარი რა ხდება მუცელში მივლის და რაღაცნაირად მგონია რომ მოდიხარო საერთოდ ვინ შეიძლება უთხრას არავინ არ იცის რომ ჩამოვდივარ ანუ არავინ არ იცოდა საერთოდ რომ ჩამოდიოდი და ფიზიკურად ვერავინ ვერ ეტყოდა მეთქი არადე რა სისულელი არის რა სად მოვდივარ ანუ რას მწენ არ მცალია ეხლა ამ საუბრისთვის ამ დიალოგისთვის ნახდა დამცალია რა ანუ რას მეუბნები გადაჯდომის დროს დაურეკე ესეთ ადგილს ვიყავი ცხოვრებაში ვერ მოიფიქრებდი რომ აეროპორტში ვიყავი და ვამნა მეთქი ანუ რას მელაპარაკები ანუ ხო ხედავ სად ვარ ანუ აშკარად არ ვარ ხო არც საქართველოში არც მოვდივარ მეთქი საიდან მოიგონე სადაც აი ხო ეტყობა დალბერტიო რა ესეთი ეთი არ დაბერებულ ხარ ასულელია მაგრამ ანუ ეგეთი რაღაც ეხა თან ანუ ისეთ გადარბინაზე ვარ თქო რომ ეხა ამის დრო არ მაქვს თქო რაღაც ისე უთხარი რა ცოტა უხეშად რომ ანუ ნერვები მომეშალა მეთქი სიურპრიზი მიკეთებ რა რას მიკეთებ და როგორც კი ჩამოვედი ჩემდას მესიჯებოდი ჩემდას წერო აუნაირა თუ რაღაცნაირად რა უზან მშია და მეც მშია და მოდი შემოერთო რაღაც ეგეთი მითხრა და უცბად ჩემი დეიდაშვილი უღებს კარებს რომელმაც მიმიყვანა რომელიც აეროპორტში დამხლა და უცბად მიღებს კარებს და ჩემდას ჩემი ჩატი აქვს გახსნი და სალამინაი აი ზუსტად წახკონა არც მეტი არც მომესალმა არაფერ ესეა გაშიშებული და აქეთ შემოვიხედე მეორე ოთახში დედა ჩემია და მეთქი და ემოცია დაღებული პირი და მეთქი ანუ არ ვიცოდი ვერც ამას ვერ მივესალმე ესე რო იყო და ეს ჩემთვის ტრიალებ კრუგზე არ ვიცი რა გავაკეთო ისეთ შოკში იყვნენ და მე მივედი დედასთან დედამ ტირილი დაიწყო ეს ჩემი და 1-5 წუთი ესე მე ამასთანაც მოვედი და მოკლედ ძალიან დიდი შოკი იყო რა მაგრამ დისტანციის მიუხედავად მაინც ძალიან შინაგანი კავშირი გვაქვს და ყოველთვის ყველაფერს გრძნობს ხოლმე რა თქმა უნდა დედები განსაკუთრებით კი
ყოველთვის აი რაღაც ეტაპზე მაქვს ხოლმე მომენტი, რომ აი ცუდად ვარ სამსახურში ვარ და რაღაცა შეუძლოთ ვარ შეიძლება მაშინ მირეკავს. ანუ არ ვიცი, ალბათ გრძნობენ ამ ყველაფერს და ალბათ დედები გაიგებენ გიყურებს, მიხვდებიან განსაკუთრებით ჩვენი მშობლები, ემოციები, მათი ასე ვთქვათ გრძნობა და ის ინტუიცია რაც აქვს და რაღაცა ნიჭია და რა თქმა უნდა დასაფასებელია და დაზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ გვიყურებს ახლა თან სტუდიიდან. ხო, ხა რამე რო ვთქვათ თან აქედან. ჩემზეც 1-2 სიტყვა რაღაცა თქვით არა და იმსახურებს ნამდვილად. სანამ დავიწყებდით გადაცემას აღვნიშნე და ვთქვი რომ აქტიურად იყო ჩართული შენს იმიჯში, იქ რაღაცა რჩევებიც მოგცა და ხშირად არის ეს მომენტი არ გაქვს რაღაცა დაძმის ჩემი კონცერტები საქართველოში რომ კონცერტი გავაკეთეთ ორგანიზატორი იყო და ყველაფერი ისე მაგრად წაიყვანა, ანუ ნათქვამი მაქვს რომ ამერიკაში როცა გავაკეთებ, შანსი არის შენს გარშე გავაკეთებ და ყველაფერი უნდა გავაკეთო რომ წავიყვანო, როგორც მინიმუმ მაგის გამო რომ კონცერტებში ჩავრთო, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ორგანიზატორული ნიჭი აქვს და ყველაფერი არ ვიცი. აი ამერიკაში რომ ვიყავ იმის და მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარებოდა და მთელი ჯგუფი მყავდა რომელიც საქმეს აკეთებდა, მე და ჩემი და დავჭიქით აუხსენი ყველაფერი მეთქი, აი აქ ეს ხდება, ოღონდ ჩემი კონცერტი არის ჩვეულებრივი დადგმა, ანუ ყველა წუთი წამი გაწერილი არის და ეს ყველაფერი გავიარეთ ერთხელ. შენო მიდიო მითხრა და ისვენეო რა მე მივხედავო და ანუ რო უყურებდი რა აბა ეს შუქი აქ მინდა ეხა ის მინდა მეთქი მუა ესეთი ვიყავი და მაგის გარეშე ეხა ცოტა რთული იქნება ყველაფერს გაკეთება ძალიან ბევრს უნდა ვაღე ანუ რა არის დათმობა ჩხუბების გარშე მაგრამ ეს წაკინკლობები უაზრობებს აი სერიოზულად არასოდეს არაფერზე არ გვიჩხუბია ესე რომ აი რაღაც გულში წენა მქონს და ეგეთ რაღაც არა მაგრამ ისე პატარა წაკინკლობები მე ჩავიხუტებით ხომ ერთმანეთს და გვავიწყდება კი მე მას სხვათაშორის რეკომენდაცია ვუთხარი რომ აუცილებლად გააკეთოს მისი გადაცემა იმიტომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია სხვადასხვა მარტო არ მოსულხართ და ძალიან გულიმწყდება რომ აქ მესამე სკამი არ არის ეს და კამერების ასე ვთქვათ კამერის აქეთ მარტო ხარ მაგრამ დღეს ალექსანდრე მარტო საიდუმლოებები და აი გამოვიყენებ ქართულ მედიაში და ზოგადად მედიაში აქტიურ და მნიშვნელოვან სიტყვას ექსკლუზიურად ხინჩოსთან უნდა თქვა ეს ამბავი აზრზეა არ ვიცი რაზე საუბრობ ნენელა ვიფიქრე რომ ნენელა მოვთელავ რაღაცა აიქნება და წერა რამის წამოსა ბარემ ვიტყვი დედა ჩემის გზნობაზე რომ ლაპარაკობთ მეთქი იგრძნო თქო ჩემს შეყვარებულზე რასაც საუბრობ ზუსტად ეგ დღე იყო როცა გადავწყვიტე რომ საქართველოში მოვიდე და მაგისთვისაც სიურპრიზად მინდა და რა არ მინდოდა რომ მეთქვა და მირეკავს და შუაღამე იყო საქართველოში მე გირატო არ გძინავს და რაღაცნაირად გახარებული ვარ და არ ვიცი რაზეო თუ აჟიტირებული ვარ რავი აზეა რავი დაიძინე რაღაც აი როგორ უცებ შემოგვაპარა ალექსანდრე შეყვარებულია და ამ წინასწარ გავფრთხილებ რომ რაც არ უნდა კითხები დამისვა აი ესე უნდა დამიჭირო და გამხსნა რომ ნათქმევინო ანუ უართ არ გეუბნები მაგრამ გასახსნელი ვარ ამ თემაზე მე ძალიან წუხარ ერთ საკითხში რომ არ შემიძლია მისი გამოჩენა ჯერჯერობით და სიყვარულს მალვა სჭირდებაო და ალბათ თავის დროზე ამ ყველაფერს და თუ გადაწყვეტ საჯაროდ ამის მას სახელობით და რა თქმა უნდა გამოჩენით ჩემთან იქნება ეს თან ბევრს ვარ ვიტყო მაგრამ მიყვარს კარგი ადამიანების ბედნიერება წარმატებაც მიღწევა და ყოველთვის მზად ვარ და ჩემი სივრცით ხინჩოსთან შეგიძლიათ მობრძანდეთ ვითხრათ და სიყვარული როგორია ალექსანდრესთვის და სხვათა შორის შენ სიმღერებში აი ყოველთვის იგრძნობა რაღაცა რომანტიკა, ცევდაც, ყველა ეს გრძნობა ერთად არის. და განსაკუთრებით ეხლა უკვე ამ პერიოდში როცა ალექსანდრე შეყვარებულია, როგორ გამოხატავს
მის სიყვარულს სიმღერით. აუ, ყოველ კვირა ახალ სიმღერებს უგზავნი ხოლმე რა დავწერე მასზე. სიყვარული არის ჩემთვის აი როგორი რაღაც იცი ამ ბოლომდე არსებობს ან საერთოდ არ არსებობს. აი რაღაც შუალედური რაღაც პერიოდი კი მქონდა მეთქი ანუ რომ დამეიგნორებინა რომ ვითომ შემიძლია რომ რაღაცა შუაში ვიყო და ანუ დიდად არ მაინტერესა რაღაც ეგეთი მაგრამ სინამდვილეში არ ვარ ეგრე აწყობილი რა არ შემიძლია რა ადამიანი თუ მიყვარს ბოლომდე მიყვარს და თან ისეთ პერიოდში გავიცანი ჩემი შეყვარებული საერთოდ ანუ არ ვეძებდი შეყვარებულს არ მინდოდა ანუ არ ფიქრობდი ეგეთ რაღაცაზე მაგრამ როდესაც ადამიანს დაინახავ და აი რაღაცას იგრძნო პირველი აი როცა გავიცანი და როცა გავიცანი პირველი ერთ-ერთი ანუ რაც უთხარი ის იყო რომ არ მომწონს რასაც გრძნობ თქო იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად არ ვიყავი მაგისთვის მზად რომ რაღაც ანუ არ ველოდი რა ძალიან მოლოდნელი იყო რომ რამე გრძნობა მექნებოდა და პირველი რაც უთხარი მეთქი არ მომწონს როგორ გრძნობ თქო და ჩამოწიდა როგორ გრძნობ მე ვიცი როგორ გრძნობ და მეთქი არ მომწონს ეგ ყველაფერი და ეგრე დაიწყო შეგეშინდა იმის რომ შენ კარიერასთან ერთად ეს მით უმეტეს აუ არა შემეშინდა შორით არა თუ ანუ იმას ამბობ კარიერაზე თუ შეხელი შეშლის მხრივ არა ხშირად მაგის გამო ხდება ხოლმე პირადი ურთიერთობები მე მაგალითად თორე არ გამიჭირდებოდა არ მქონდა ანუ ისეთ გოგოსთან არ დავიჭერდი ხუმრო ისეთ გოგოსთან არ დავიჭერდი საქმეს რომლისგანაც არ დავინახავდი მხარდაჭერას ჩემი საქმის მიმართ. ახლა დღესაც მაგალითად ბევრი რაღაცის გადადება, გადმოდება, მოხერხება მოუწია, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო და ეგეც გააკეთა კიდე ხშირად ყოფილა ესეთი მომენტები და ეს ყველაფერი რომ დავინახე თავიდანვე ყველაფერს ცხრილ ხომ ანუ შემიძლია პირველი 10 წელი როგორ იქნება ჩემი ცხოვრება რომ იქ გავიაროთ მოდი რომ თანახმახარ თუ არა ანუ ეგრე იმიტომ რომ მართლა ისეთი ტიპი ვარ რომ არ მაქვს დრო დასახარჯად დრო ნამდვილად არ მაქვს და რაღაცნაირად გავცხელეთ ეგ ყველაფერი და რომ დავინახე რომ მართლა ინტერესებს ის ყველაფერი პირიქით აქეთ мотиваციას მაზავს მხარდაჭერას ხედავ ჩემი საქმის მიმართ და პლუს იმ გრძნობას მანიჭებს რომ მე ახალი ჩემს ხელოვნებაში რაღაც სიახლე შევიტანო და ახალი მუსიკა დავწერო იმ ახალ გრძნობაზე იმიტომ რომ სიყვარულს სხვანაირად ამღერებს და მე ხმარება მაგას რა ჯობია მართალია გულის ტკენებზეც კარგად გამოდის ხოლმე ეს ყველაფერი მაგრამ აი ამ სიყვარულს უფრო ანუ მუსიკაში და ხელოვნებაში დრამატული უნდა იყო. რაღაც პატარა როცა ყოფილა, ეგრევე მეთქი წავედი მე და ვიყენებ იმ მომენტს, რომ მოსკნეროქე გამოვიყენო და გავაუარესო ჩემ ტვინში რაღაც სიტუაცია, რაღაც ეს გამოვიყვანო, მაგრამ ისე სულ სხვა ფერებში შეცვალა შენი ცხოვრება. ნამდვილად კი. სიყვარული ასაზრდოებს ადამიანს და არასწორი სიყვარული ძალიან ძალას გართმევს და შეიძლება იმდენად დაგცალოს და იმდენად ძალა გამოგაცალოს რომ აი არ ვიცი ყოფილვარ ეგეთ სიტუაციაში როდესაც ზიანი მოუყენებია რაღაც ურთიერთობას მაგალითად პირიქით და ჩემი დრო წაუღია იმაზე მეტი ანუ ბევრი ისეთი რაღაც რა ის ყველაფერი თუნდაც ანუ სიყვარული არსებობს დათმობის გარეშე ხო რაღაც შენც უნდა დათმო იმანაც უნდა დათმოს მაგრამ ლამაზია ეს ყველაფერი, როდესაც გიღრის ეს ყველაფერი და ეს ადამიანი გიღრის მაგათ და თუ არ არის ეგ სიტუაცია, მაშინ აზრი არ აქვს არანაირი რა. სხვადასხვა მე კითხვა გამიჩნდა წინა შეხმიანება შენთან რო იყო მაშინ იყავი საქართველოში ოღონდ მიდიოდი და ძალიან მალე დაბრუნდი და თურმე რა ყოფილა მიზეზი ამ ყველაფრის ხშირი ჩამოსვლის ვინ ყოფილა შესაძლოა ითქვას კი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მიხარია გისურვებთ ბედნიერებას და ექსკლუზიურად მიხარია გისურვებთ დიდი მადლობა ხო სხვათა შორის პატივცემული მე ქორწილების ღონისძიებების ივენთების წამყვანი ვარ და განსაკუთრებით ეხლა აქტიურია ბანკეტების და ღონისძიებების პერიოდია და ვიღებ ჯავშნებს მიკეთებ ხო ქორწილში დამიდახეო ესე გამოდის და არა მხოლოდ შენ ალექსანდრე მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ ბევრსაც გაუჩნდა კითხვა
იმ კონკურსში რამოდენიმე პროექტი იყავი საქართველოში და მე უკვე წლებია აღარ გამოჩენილ ხარ. არ გქონია არასდროს მცდელობა რომ მიგეღო მონაწილეობა თუნდაც საქართველოს სახელით ყოფილიყავი თუნდაც ევროვიზიის და მსგავსი მასშტაბის პროექტში წარმოდგენი ყოფილიყავი მონაწილე განსაკუთრებით საქართველოს პროექტებში რატომ არ ცადე ბედი შიში გაქვს თუ უბრალოდ სურვილი არ გაქვს საქართველოს პროექტებში პატარაობაში რაც ვცადე მეყო საკმარის გამოცდილება მივიღე რაც შეეხება ევროვიზიას სხვათა შორის ძალიან ხშირად შემომდის ქართველებისგან ისეთი კომენტარები ანუ ძალიან ხშირად ვიღებ ისეთ SMS-ებს რომ რატო არ უშვებთ ამბავს ევროვიზიაზე და წავიდეს ევროვიზიაც და ნუ ერთი პერიოდი მეც ჭკუაში ჩამიჯდა რა რატომაც არა ჩემს ქვეყანას ვასახელებ თან ისეთ პროდიუსერებთან მუშაობ ამერიკაში რომლებმაც იციან როგორ კეთდება ხარისხიანი პროდუქტი და შემიძლია რომ რაღაც სიახლე შევთავაზო ამ ყველაფერს და დავეკონტაქტე ევროვიზიასაც და შევთავაზე მაგრამ ანუ უკან არანაირი პასუხი არ მიმიღია ისეთი რომ ანუ მითხრეს რომ რაღაც საქართველოს წარმომადგენლობას პროექტი კი საქართველოს წარმომადგენლობაზე და არანაირი ისეთი პასუხი არ მიმიღია ანუ მითხრეს რომ კი ანუ მეთქი გაითვალისწინეთ რომ მინდა ძალიან დიდი სურვილი მაქვს და რა პროცესიც იქნება გასავლელი გავული მაგრამ ანუ არც შემომეხმიან შემდეგ მე ისე მე მივწერე და უკვე ავარჩიეთ ესეთი ის იყო მაგრამ როგორც წინაზე ვთქვი როგორც უნდა ისე იქნება თუ არის საჭირო ის რაღაც მოხდება თუ არის საჭირო არ მოხდება ასე ნუ ქართული აუდიტორიის ნაკლოვანება მაინც არ ასე ვთქვათ არ განიცდი წესით იმიტომ რომ ნუ სცენებს უკვე სცენის მასშტაბს ხედავთ და ვნახულობთ შენს წარმატებებს უბრალოდ აი განსაკუთრებულად მაინტერესებდა თუნდაც ის ბავშვობის ტრამვა და ტკივილი და რაღაცა გული დაგწყდა მაშინ უსამართლობაზე, რასაც აღნიშნავდა ამბობ თუ რატომ აღარ ცადე თუნდაც სხვა პროექტებში მით უმეტეს ამდენი წლის შემდეგ და იმ აუდიტორიაზე, ქართულ აუდიტორიაზე თუნდაც ასე ვთქვათ სხვადასხვა პროექტის სახით, თუმცა დღევანდელი სოციალური ქსელიდან გამომდინარე თითოეული ჩვენთაგანი ვხედავთ შენს ყველა იმ მიღწევას და წარმატებას გულშემატკივრობთ, შენს ღებულობ ამ ვაიბს და თან უკვე რამოდენიმე დღეში თუ კვირაში აპირებ კონცერტის გამართვას და ეს უკვე ხვალეველია და სხვა მიღწევა და წარმატება და საამაყოა რა თქმა უნდა. მესი მადლობა. და ყოველთვის გულშემატკივრობ პირველივე დღიდან. ალექსანდრე, რამოდენიმე დღის წინ სტორი ვნახე შენი, სადაც ეძებ პროდიუსერს ქართველს და მაინც ფიქრობ რომ სადღაც გულისიღმეში გინდა ქართული შოუ ბიზნესში ასე ვთქვათ აქტიური მონაწილეობა შენი და ხშირი ჩამოსვლა და ეს იქნება ერთგვარი ასე ვთქვათ მიზეზი რომ ხშირად ჩამოხვიდე და რაღაც აქ პროექტები განახორციელო და კონცერტების გარდა დიდად არაფერს არ გეგმო სინამდვილედ ვთქვა უბრალოდ რადგან მომიწევს თუ კონცერტები დაიგეგმა მომიწევს აქ რაღაც პერიოდი გაჩერება რა თქმა უნდა ვერ გავჩერდები ანუ სიმღერების ჩაწერები უნდა გავაგრძელო და ამიტომ ეძებდი ნიჭიერ პროდიუსერს რომელსაც ჩავთავდი ჩემს პროექტებში და მასთან ერთად ვიმუშავებდი და ამის შესახებ იყო ეს სტორიც ასე რომ თუ ნიჭიერი ხარ თუ მოგწონს ჩემი ხელოვნება და გინდა რომ კოლაბორაცია გავაკეთოთ აბსოლუტურად დიდი სიამოვნებით. საქართველოში დარწმუნებული ვარ არსებობენ ესეთი ადამიანები რომლებსაც აქვთ ზუსტად ეს გამოცდილება და დარწმუნებული ვარ შეგეხმიანებიან კარგ პროექტებს განახორციელებთ და თუ აპირებ კლიპის სიმღერის ჯერჯერობით არ მაქვს დაგეგმილი სანამ ამერიკაში არ დავბრუნდები შეჩერებული მაქვს ამ ყველაფერზე მუშაობა ჯერჯერობით ეს ფოკუსი მაქვს რომ მინდა რომ დაიგეგმოს ჩემი სოლო კონცერტები ამ პერიოდში სანამ აქ ვიქნები მე მინდა გისურვო წარმატებები
მიხარია რომ ჩემს გადაცემაში იყავი, მიხარია რომ ვისაუბრეთ იმ ადამიანებმა, რომლებიც გიცნობენ, კიდევ ერთხელ ნახეს ალექსანდრე და არსებობენ შესაძლებელი ეს ადამიანები, რომლებიც არ გიცნობენ, დღეს გნახავენ პირველად ჩვენს გადაცემაში, კიდევ ახალი გულშემატკივრები იქნებიან შენი. მიხარია შენი წარმატება და ყოველთვის ვიქნები მე და გადაცემა პოდკასტი ხინჩოსთან შენი მეგობარი და ყოველთვის შენს წარმატებებს აღნიშნავს თავის სოციალურ ქსელში და გადაცემაში და აუცილებლად გელოდები შემდეგისთვის კიდევ უფრო მაგარი ამბებით და კიდევ ძალიან კარგი ამბის თაგვირგვინებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ექსკლუზიურად ჩემთან იქნება ამის ჩაწერა. უღმერთი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ნამდვილად სასიამოვნო იყო საუბარი და იმდენად კარგი ენერგია მოდის თქვენგან, რომ ესეც აღნიშნე, რომ ერთი სულ მაგ დავიწყოთ ჩაწერა, რომ ელაპარაკის ხასიათზე ვარ თქო და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, როდესაც წამყვანი ეცნობა იმ ადამიანის ხელოვნებას, თუნდაც რომ არ იცოდეს და აი მართლა მისი კითხვებიდან გამომდინარე, გრძნობ რომ მნიშვნელოვანია ისწავლა ყველაფერი და აი საინტერესო და აქტუალურ კითხვებს გისმენს ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ასე რომ დიდი მადლობა შენი პროფესიონალიზმისთვის და გადაცემაში მოწვევისთვის. უღმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შენ. ტრადიციულად გადაცემა იწერება პოდკასტ არეაში. ვანდე ლოგოს დამზადება სარეკლამო კომპანია M Groups პასუხისმგებლობით გამორჩეული და ძალიან სანდო კომპანია, რომელიც ამზადებს არამხოლოდ ლაიტბოქსებს, მოცულობით ასოებს, ნეონებს და ასე შემდეგ. ალეკო გობრონიძის 24 ნომერში იმყოფება სარეკლამო კომპანია M Group და უკავშირდით, მიწერეთ და დიდი რეკომენდაცია ჩემგან. ეს იყო მე-10 ეპიზოდი, დაელოდეთ პარასკევს 21 საათზე ხინჩოსთან.